ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენები სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ უკვე ამერიკაში იმყოფებიან. შუაღამის ურო იყო ბომბდამშენებით ჩატარებული ყველაზე ფართო მასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია. ახლა მსოფლიოს ყურადღება უკვე ირანისკენაა მიმართული. თუმცა სანამ თეირანის გადაწყვეტილებების შესახებ გახდება ცნობილი, ისრაელმა კიდევ ერთი მასშტაბური იერიში მიიტანა რამდენიმე მნიშვნელოვან სამიზნეზე. ამ წუთებშიც კი ჩვენ ვაგრძელებთ იერიშებს იმ მიზნით, რომ ირანის რეჟიმის რაკეტების წარმოების შესაძლებლობები შევზღუდოთ. ამ მომენტისთვის საჰაერო ძალები განაგრძობენ დარტყმებს თეირანში. სამიზნე რევოლუციის გუშაქთა კორპუსის შტაბები, ასევე ყველა ის ობიექტი, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს ისრაელის სახელმწიფოსთვის. ბოლო საათების განმავლობაში ისრაელის ტერიტორიაზე რამდენიმე რაკეტის გამოშვების გამო საჰაერო განგაშის სიგნალები ჩაერთო. ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემები აქტიურად მუშაობენ საფრთხეების გასანეიტრალებლად. თეირანი ისრაელის მიმართულებით რაკეტებს კვლავ ისვრის. ამავე დროს იმუქრება, რომ პასუხს გასცემს ამერიკასაც. ირანში ასევე ამტკიცებენ, რომ ამერიკულმა იერიშებმა რადიაციული საფრთხე შექმნა. შურისძიების შესახებ გაეროს ორგანიზაციებში თეირანის ელჩმა, დიპლომატმა რეზა ნაჯაფმაც ისაუბრა. ამ უკანონო თავდასხმებს შესაძლოა მოხდეს გრძელვადიანი და დამანგრებელი გარემოს დაცვითი შედეგები. შეიქმნება რადიოაქტიური, ქიმიური და სხვა სახის დაბინძურების სერიოზული საფრთხე. არა მხოლოდ ირანისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. მნიშვნელოვნად შეირყა ბირთვული მასალების, მათ შორის გამდიდრებული ურანის, ფიზიკური უსაფრთხოება და დაცულობა. გაეროს ქარტიის შესაბამისად, ირანი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავდაცვის უფლებას და ყველა საჭირო საშუალებას გამოიყენებს საკუთარი დიდი ერის, სუვერენიტეტისა და უზენაესი ეროვნული ინტერესების დასაცავად. დაუსჯელობის ეპოქა დასრულებულია. პენტაგონის მიერ განხორციელებული ოპერაცია ირანისთვის მართლაც მოულოდნელი იყო, რადგან როგორც ცნობილია, ამერიკულ სტრატეგიულ ბომბდამშენებს არავითარი წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ ირანის საჰაერო სივრცეში. ვაშინგტონი თეირანს ურჩევს არ მეიტანოს საპასუხო იერიში ამერიკულ ობიექტებზე. კონფლიქტის დროს ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამას ვაცნობიერებთ, თუმცა ამ ოპერაციის მასშტაბი განზრახ იყო შეზღუდული. ეს არის ჩვენი გზავნილი. ამერიკის შეერაღებული ძალების შესაძლებლობები პრაქტიკულად შეუზღუდავია. ახლა დროა ირანმა აირჩიოს მშვიდობის გზა. თეირანში უკვე აცნობიერებენ რეალობას. თვითმფრინავები, რომლებიც ამერიკის შუაგულიდან მისურიდან აფრინდნენ, ღამის განმავლობაში შეუმჩნევლად გადაფრინდნენ სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტის თავზე და გაანადგურეს ბირთვული შესაძლებლობები. ჩვენი ძალები სრულ მზადყოფნაში არიან უპასუხონ ნებისმიერ ირანულ ან პროქსი თავდასხმას. უკიდურესად არასწორი არჩევანი იქნება მათი მხრიდან თუ შემოგვიტევენ. ჩვენ დავიცავთ საკუთარ თავს. ჩვენთვის სამხედროთა და სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოება პრიორიტეტული საკითხია. უსაფრთხოების ექსპერტები თვლიან, რომ სიტუაცია შესაძლოა რამდენიმე სცენარის მიხედვით განვითარდეს. ირანი ამერიკას პირდაპირ არ უპასუხებს და გაააქტიურებს მხარდაჭერილ პარამილიტარულ ჯგუფებს, ხოლო თუ კი პირდაპირ მიიტანს იერიშს ამერიკელ სამხედროებზე, რომლებიც რეგიონში არსებულ სამხედრო ბაზებზე არც თუ ისე ცოტანი არიან, კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდება. ჩვენი 40,000 ჯარისკაცი მოკლე მანძილზე მოქმედი ირანული რაკეტების არეალშია და მათ ათასობით აქვთ ასეთი შეერაღება. 2500 სამხედრო ერაყში, სირიაში სავარაუდოდ 1000-მდეა. ისინი დაუცველები იქნებიან თუ ირანი ამერიკულ ბაზებს დაარტყმს, ასევე როგორც ცნობილია, ჰორმუზის სრუტის შაკეტვაზეც მიდის მსჯელობა ირანში. ამან შესაძლოა საბედისწერო ესკალაციამდე მიგვიყვანოს, რადგან თუ ირანი დაკეტავს, ამერიკელები გახსნიან და ეს დაპირისპირებამდე მიგვიყვანს, მათ შორის ფრონტალურ კონფლიქტამდეც. მე ამას რეგიონულ ომს დავარქმევდი. მეორე სცენარია, რომ ირანი პირდაპირ არ დაუპირისპირდეს ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს და გამოიყენოს პროქსი ძალები, რომლებიც ასე პირდაპირ ირანის ხელმძღვანელობით არ დაესხმებიან თავს ამერიკელ სამხედროებს. პენტაგონში აღნიშნეს, რომ ჯერჯერობით ნაადრევია იმის მტკიცება, რომ ირანის ბირთვული პროგრამა სრულიად გაჩერებულია. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული საჰაერო დარტყმები იყო ზუსტი და ძლიერი. რეგიონში შტატების სამხედრო ძალა გაძლიერებული შემადგენლობით კვლავ რჩება.